ამომეს ჩვენი ყოფებით ჩემს ოთახში, რომელიც ფაქტიურად მუზეუმს წარმოადგენს, მართალია ვერ იტევს აქ ყველაფერი. აი ამ ჭადრაკს, ეს ჭადრაკი არის იტალიიდან ჩამოტანილი, სადაც მე ვაშტატურში ვთამაშობდი და მანდ მივიღე ეს ჭადრაკი. ეს არის უნიკალური იმითი, რომ 4 ქართულ ფილმში ითამაშა ამ ჭადრაკმა. პირველი ეს იყო დათა თუთაშხია. აი ეს არის სპილოსის ჭადრაკი, რომელიც როცა 62 წელს მე გავხდი მსოფლიო ჩემპიონი, ეს იყო ჩემი პირველი ჩემპიონობა. აკადემიკოსმა ნიკო კეცხოველმა საჩუქრად გამომიგზავნა მისთვის ძალიან ძვირფასი ეს ჭადრაკი. ეს არის ქართული ცეკვა, რომ ჩვენ უწოდეთ ამ ჭადრაკს. ნიშნულოვანია ეს იმითი, რომ ჩვენი ბრენდია, ჩვენი სიმღერები და ჩვენი ცეკვები. ეს არის თასი, ქართველი საქართველოში დამზადებული თასი, რომელიც თამაშდება ოლიმპიადებზე, ჭადრაკის ოლიმპიადებზე, იღებს ქვეყანა ჯამური წარმატებისთვის, ქალების და კაცების. აქ არის ამონარიდები, ჩემი აი კარგად ნათქვამი რაღაც სიტყვებისა, მნიშვნელოვანი სიტყვებისა და მათ შორის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელზეც გავამახვილებ ყურადღებას, ეს არის გამარჯვებულის მენტალიტეტი. ადამიანმა უნდა აკეთოს ის, არ უნდა დაждდეს სახში, უნდა გააგრძელოს და აკეთოს ის, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. და ჭადრაკი ჩემთვის არის ცხოვრების არსი. რო იტყვია. საჭარაკო სამყარო ჩემთვის არის ყველაფერი. თითქოს აქ ცოტა არეული სიტუაცია, მაგრამ ეს არის ჩვენი ისტორია, ასე ვთქვათ. მაშინ არ იყო დღევანდელი საშუალებები და ადამიანები აქ ხედავ დეპეშებს, წერილებს. და მე ნათქვამი მაქვს ასეთი, რომ ჩემი ყველაზე დიდი მონაგარი ცხოვრებაში ეს იყო ხალხის სიყვარული, რომელსაც მე დღემდე ვგრძნობ. ვამბობ, რომ ეს არის ხალხის სიყვარული მეთქი. აქ რასაც ხედა, ეს მაგიდაც კი, ეს ბორჯომში დამზადებულია და ბორჯომა მაჩუქა. რა თქმა უნდა, მე მინდა რომ გავაკეთო მუზეუმი, რომ გაშლილად იყოს ეს ყველაფერი, აღწერილი იყოს ყველაფერი და ხალხს საშუალება ჰქონდეს დატკბეს ამ ყველაფრით და იქ ჭადრაკიც იქნება, იქ ყველაფერი იქნება, რომ იტყვიან და ის იამოვნონ თვითონაც.